და გამაგზავნებთ გამოშვებას. საქართველოს ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. ქართული წიგნის სტენდმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც გამომცემლებსა და ლიტერატურის აგენტებში, ასევე წიგნის ბაზრობის სტუმრებში. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტთან და სტუმარი ქვეყნების სტატუსის პროგრამის ხელმძღვანელთან. გაიმართა ქართველი ავტორების ანა კორძაია სამადაშვილისა და ბესო ხვედელიძის წიგნების საჯარო კითხვა. საქართველოს ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე უკვე მესამე წელია მონაწილეობს, ერთგვარი ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ გერმანიაში საქართველოს ორ ძალიან მნიშვნელოვან წიგნის ბაზრობაზე იღებს მონაწილეობას. ეს გახლავთ ლაიფციგი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. ორივე ბაზრობა ძალიან მნიშვნელოვანია და წელსაც საქართველოს ქართული გამომცემლები, ქართული მწერლები ძალიან საინტერესო პროგრამით და ძალიან კარგი გამოცემებით წარსდგნენ გერმანელი და უცხოელი მკითხველის და დამთვალიერებლის წინაშე. ძირითადი სხვაობა ლაიფციგისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობებს შორის არის ის, რომ ფრანკფურტი არის უფრო საერთაშორისო, ხოლო ლაიფციგი უფრო მეტად ორიენტირებულია გერმანელ მკითხველზე. ვფიქრობ, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აქ ყოფნას, რადგან ლაიფციგში თქვენ ამყარებთ კონტაქტს მკითხველთან, გერმანელ გამომცემლებთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პროცესია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე.